მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ესე იგი გავაგრძელოთ ის თემა, რაც დღეს გავაშღერე. დღეს კი არ გავაშღერე, უკვე ორი კვირაა რაც ამ საკითხზე ვსაუბრობ და დღეს იყო პიკი ამ საკითხის, მოკლედ რჩეული, კი არა და მრჩეველი, სუმერევა, მრჩეველი, რომელიც წესით 14 სამუშაო დღეში აგზავნის, სამუშაო დღეში არა, 14 კალენდარულ დღეში აგზავნის პასუხებს ადამიანებთან, ვინც ანალიზი გაიკეთა მრჩეველში. მოხდა ისე, რომ გუშინდლიდან მრჩეველი მეუბნება, რომ ანალიზები ჩემს შესახებ არ აქვს ბაზაში. ესე იგი, ჩემი პირადი ნომერიც მკითხა, სახელი, გვარი, რა თქმა უნდა, და ნებისმიერი კოლეგა, რომელსაც ვესაუბრე, ესე იგი უყურებს ბაზას, იყურება ბაზაში, შემდეგ არის 5 წუთიანი, დაახლოებით 5 წუთიანი, არ ვიცი, 2 წუთიანი, 1 წუთიანი პაუზა და შემდეგ მითიშავენ, მრთავენ მუსიკაზე და შემდეგ ისევ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ასეთი მონაცემებით ბაზაში არ მოიპოვება ანალიზის პასუხები. შემდეგ, როდესაც ვეუბნები, რომ როგორ შეიძლება რომ არ მოიპოვებოდეს, მეორეთაც კი დამიბარეს ჩემი სისხლის ასაღებად და გადაგზავნილი იქნა 4 შაბათ დღეს და ანალიზის პასუხი იმ დღესვე მომივიდა, საყოველთაო ანალიზის პასუხი, როგორ შეიძლება რომ არ იყოს ბაზაში, იმას ვერ მეტყვით, მეთქი რომ არ მოვსულვარ. შემდეგ ისევ არ ყვევენ ამ საკითხს მენეჯერთან, მენეჯერი მირეკავს და მეუბნება, რომ დღეს არ არის მოსული თქვენი პასუხები. გადაიგზავნა იმეილი ლიმბახის ფილიალში და ელოდებიან პასუხს. და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ მოსულ პასუხს, რომელიც იმეილზე გამომიგზავნეს, აი ჩვეულებრივად დღეს იმის მერე რაც მე დავრეკე, აგერ 15 ივლისს 2026 წელი 17 საათზე, იმას მერე რაც მე ლაივი ჩავწერე, მიგზავნის პასუხს, ესე იგი ლიმბახი კი არა და მრჩეველი და მეუბნება ასეთ რამეს რა, რომ პასუხები ნაწილობრივ არის მოსული, 2 პასუხი, რაც მნიშვნელოვანები იყო, მაგალითად 2 მძიმე მეტალზე, პასუხები ჯერ არ არის, ამიტომ არ გადმოგიგზავნეთ და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ პასუხს, რომელიც უკვე მიღებული აქვს, აი აქ მიღებული აქვს მრჩეველს, ლაბორატორიას, ლიმბახის ლაბორატორიიდან 13.07.2026, ანუ გუშინ წინ მრჩეველს ჩემი მონაცემები უკვე ბაზაში აქვს. თუმცა გუშინ ვრეკავ მე მრჩეველში და მრჩეველი მპასუხობს, რომ მონაცემები საერთოდ არ მოიძიება. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ამათ ვაწვევი, რომ როგორ შეიძლება რომ არ იყოს, აუცილებლად უნდა იყოს ჩემი პასუხები, იმიტომ რომ ესე და ესე. და შემდეგ ისევ მენეჯერთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ პასუხები არ არის, გუშინ გადაიგზავნა ლიმბახში და დღეს უნდა მოსულიყო უკვე პასუხები. დღეს, როდესაც ვრეკავ 5 საათზე, უпроსტოდ 4 საათზე, მეუბნებიან, რომ პასუხები არ არის. შემდეგ ვწერ ლაივს, სადაც ვიმუქრები, რომ თუ კი
მრჩეველი არ გაითვალისწინებს იმას და არ მომცემს ჩემს პასუხებს, აუცილებლად ვიზავ ამას და იმას და ცოტა ხანში მირეკავს მენეჯერი, მრჩეველის მენეჯერი და მეუბნება, რომ ჩემი პასუხები მოსულია, ხოლოდ ეს არის ნაწილობრივ მოსული და ელოდებიან ორ პასუხს, რომელიც რეალურად არ არსებობს ესეთი რამ, რომ მრჩეველი იგვიანებდეს პასუხებს. არ არსებობს. თითქმის არ არსებობს. და მით უმეტეს თუ კი ლიმბახიდან იგზავნება გზავნილი, სადღაცა ორი გაიჭედოს, სადღაც არ მოვიდეს. მოკლედ ერთი სიტყვით, აქ რაღაც გაუგებრობას რომ აქვს საკითხი უკვე ფაქტის სახეზეა. გარდა ამისა, 21 დღის მანძილზე 21 ივნისს ვიყავით ჩვენ სვანეთში წასული და 21 დღის მანძილზე ადამიანს, რომელიც მოწამლეს და მისგან გადმოსული ჩემზე საწამლავი, ერთი და იგივე სიმპტომებით გამომჟღავნდება. მაგალითად, ერთი და იგივე ვითარებით შეტევები, ერთი და იგივე ვითარებით ფაღარათი, ერთი და იგივე ვითარებით გულის შეტევები, სისხლძარღვების ჩაქცევები და კონცენტრაციის პრობლემები. გარდა ამისა, აეწყებათ ჩემს ბავშვებს, როგორც მაფრთხილებს ექიმი, რომ ხელზე უნდა ჩავიცვა ხელთათმანები, თორე გადადის ბავშვებზე, მაგრამ სანამ ექიმის კონსულტაციას გავივლიდი, მე უკვე ეს ყველაფერი გავაკეთე და ბავშვებსაც მოვეფერე და ჩავაყუტე და უკვე გადასული იყო ბავშვებზე ეს მოწამლა. ჩემს ბავშვებს ეწყებათ ცხვირიდან სისხლის დენა, მეორესაც დაეწყო ცხვირიდან სისხლის დენა 2-3 დღის წინ. 4 დღიანი ფაღარათი პატარას, რომელიც ძალიან გაურკვეველ ვითარებაში იყო ფაღარათით, იმიტომ რომ არც ვირუსი ჰქონდა, არც სიცხე და არც მსგავსი რამ, მაგრამ ფაღარათი მაინც ჰქონდა, სხვადასხვა ფერების განავალით, ესე რომ ვთქვათ, ცვალებადი და საკითხავი არის ერთი რამ. მოწამლას რო ქონდა აქ საქმე გასაგებია, მაგრამ საკითხავი არის კიდევ რამდენზე გადავიდა ეს მოწამლა გარდა ჩემი შვილებისა, კიდევ რამდენზე მოხდა მათი რა ქვია მაგას გადატანა, ესე რომ ვთქვათ, გადადება ამ საწამლავისა არ ვიცით. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი, აი ხო შეიძლება რომ კი იცოდეთ რანაირად სწამლავენ, ჩვეულებრივი თითის დადებით სწამლავენ. ახლა რა ხდება თითზე? კითხა ერთმა, რომ როგორ თვითონ არ იწამლებიან, არ იწამლებიან თვითონ. რადგან არსებობს მედიკამენტები, რომელსაც ისოვენ ჯერს კანზე, შემდეგ ამ კანზე იწვეთებენ იმ საჭირო ნივთიერებას, რომელთაც უნდათ რომ ადამიანები მოწამლონ და სწორედ იმ თითის შეხებითაც კი შეიძლება უკვე ადამიანი იყოს ჩავარდნილი დიდ სადარდებელში. რა სადარდებელში? კონდეს კონცენტრაციის პრობლემები, ვერ უყრიდეს თავს ორ აზრს ერთად, ანუ მაგალითად, როდესაც ავიღე ნაგავი და მივდივარ ნაგვის გადასაყრელად, შეიძლება აღმოჩნდეს სადღაცა ბაღის ბოლოში, როცა უნდა მივსულიყავი ურნასთან. აი ესეთი გათიშვები შეიძლება დაეწყოს ადამიანს და ვერ მიხვდეს რა ხდება. გულის რევის შეგრძნებები, ფაღარათი თავისთავად, თუ ფაღარათი ყველაზე კარგ შემთხვევაში, თუ კი ორგანიზმმა გადაწყვიტა, რომ გამოიტანოს ეს საწამლავი. თუ ფაღარათი არ არის ჰალუცინაციები, არის კონცენტრაციის უდიდესი პრობლემა და თქვენ შეამჩნევდით კიდევაც, რომ ჩემს მეტყველებას რადიკალურად ცვალებადი შეცვლილია ჩემი მეტყველება, იმიტომ რომ რაღაცა აზრის კონცენტრაციისთვის მჭირდება, თუ ადრე პირდაპირ ვამბობდი, ეხლა მჭირდება სულ რამდენიმე წამი, რომ მოვიფიქრო, რისი თქმა მინდა და როგორ გადმოგცეთ. თავისთავად, რა თქმა უნდა, მე აღარ მიგვირს უკვე ადამიანები რატომ არიან ესე დაშტერებულები და რატომ
ვერ ახერხებენ ორი წინადადების ნორმალურად გაგებას, მე აღარ მიგვირს უკვე, იმიტომ რომ მე გავიგე რანაირად წამლავენ ადამიანებს. პირდაპირ გეტყვით, ყავთ უამრავი აგენტი, ისინი რომლებიც ჩემს Facebook-ზე აქტიურად ლანძღავდნენ და წერდნენ ისეთ დამამცირებელ სიტყვებს, რომ ხალხს გიჟად დავენახე, რასაც ვერ მოახერხებენ ცხოვრებაში, ვერც ამ ცხოვრებაში, ვერც იმ ცხოვრებაში და ვერც ერთ ცხოვრებაში ეგენი ვერ მოახერხებენ, რომ მე ხალხის თვალში გიჟად გამომიყვანონ, ვერას დროში ვერ მოახერხებენ, ვერც ერთ დროში. არ მიკვირს, რომ ხალხს ჩვეულებრივად აი ავტობუსში ავა პირი შეგეხება მოწამლული ხარ. დადიხარ ექიმებში, იკვლევ რატომ ხარ ცუდად, რატომ გაქვს გულის რევები, რატომ გაქვს მუცლის დაჭიმულობა, რატომ გაქვს ტონუსი მომატებული, რატომ ხარ ცუდად, რატომ არის ვირუსის თვისებები. დადიხარ და იკვლევ, ექიმი გიწერს წამლებს, ხარ და შექსვავენ წამლებზე, შემდეგ ეს წამლები აზიანებს თქვენს სხეულს, გულსაც თავისთავად, სისხლძარღვებსაც თავისთავად, შემდეგ ხდებით საოპერაციო, შემდეგ იკეთებთ ოპერაციებს და ფული მიდის მაგათთან. თქვენ ხართ მხოლოდ მათი ფულის საჭრელი აპარატები, როგორც ჩანს. მე რომ არ შემხვედრილიყო ის ექიმი, რომელ ექიმაც მე დამარიგა და რეანიმაციის გარეშე გადამარჩინა, მე დღემდე ვივლიდი ალბათ ექიმებთან, ვერ გავიგებდი რა მჭირს, ვიქნებოდი გაურკვეველ მდგომარეობაში, გამომიწერდნენ ექიმები უამრავ წამალს, რომელიც პირიქით დამაზიანებდა, ვიდრე განკურნავდა. და შემდეგ შეიძლება დაესვა დიაგნოზი სიმსივნე ან რაღაც ჯანდაბა და შემდეგ შევესვი პირდაპირ ვიყავი განწირული იმისათვის ღმერთმა დამიფარა, რომ მე მომხვედრილიყავი მკვლელების ხელში. როგორც ყველას ქართველი, როგორც ახალგაზრდა ბიჭები, ახალგაზრდა გოგოები კვდებიან გულის ინფარქტით, სიმსივნით, ბავშვები. ეგ დამპალი და სულ გაყიდული ხალხი ბავშვებსაც რომ არ ინდობენ. ბავშვებზე ყველაზე მეტად გადადის ეს მოწამლები. ბავშვები იღებენ თავისთავად, ყველაზე პატარები არიან. თუ კი წამლავენ დედას ან მამას, ბავშვი იღებს ამას. თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არის ბავშვებში ამდენი მძიმე მეტალი მომატებული? რატომ არის ამდენი ბავშვის სიმსივნით დაავადებული? ფეხზე კიდიათ ექიმებს. იმათ შესდით ფული და სულ ფეხზე კიდიათ თქვენი ბავშვი საყვარელია, თუ ძალიან გიყვარს და მასზე ამოგდის მზედამთვარე, სულ ერთ ადგილზე კიდიათ მათ. ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთში. ყველაზე ბნელი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც შეიძლება მონახოს ადამიანმა, არის საქართველო. და სწორედ ამიტომ, რომ პირში გიცინიან და მკვლელები პირდაპირ სულიერად, ფიზიკურად და მენტალურად გჩეხავენ, გძარცვავენ, გასახიჩრებენ, სულიერად თავად მღვდლები. ყველა დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ზიარების დროს თქვენ იწამლებით. დარწმუნებული იყავით მაგაში, ამიტომ არის ეს მრევლი დადებილებული, დაშტერებული და ამიტომ არის, რომ კვირაში ერთხელ თუ არ ეზიარე, ცუდად ხდება თურმე. ვის უნახავს, რომ ქრისტე აზიარებდა და მასზე დამოკიდებული ხდებოდა ხალხი, რომ კიდე განკურნე და კიდე განკურნეო. ერთს რო განკურნავდა ქრისტე, მას მეორედ განკურნება აღარ სჭირდებოდა. ესენი კი გაზიარებენ და თუ არ ეზიარე, ისევ ექიმებში სარბენი ხდები. ცუდად ხდები, ცუდად ხარ სულიერად, ფიზიკურად, მენტალურად, ყველანაირად. სადაც არსი გაქვს, იქ დედას გტირობენ. მე აღარ მიკვირს,
ხალხზე მე აღარ ვარ გაბრაზებული. მე ვარ იმ სისტემებზე გაბრაზებული, რომელიც ხალხს აჩლუნგებს და გაბრაზებული კი არა. კიდევ თავს ვიკავებ. გაბრაზებული კი არა. კანიბალების ადამიანის სულთამსმელების ადამიანის სისხლთამსმელების ადამიანის მენტალური სფეროს გამანადგურებლების სინცილა წყდება უკვე გაწყვეტილია შო ისინი დევს მიწაში მათ აღარ აქვთ ადამიანებზე ხელყოფა ისინი ვეღარ გაძარცვავენ ადამიანებს ისინი ვეღარ გაქურდავენ ადამიანებს როგორც სულიერად ისე მენტალურად ისე ფიზიკურად ვეღარ გაქურდავენ რამე თუ დაესვა წერტილი რამე თუ ჩავიჭირეთ გველი თავის სოროში თავისივე სისინით ყველა გველი იქნება თავმოკვეთილი რომელიც ადამიანებს სისხლს წოვდა, რომელიც ადამიანებს ატყუებს, რომელიც ადამიანებს იყენებს როგორც ფულის მჭრელი აპარატი, ყველა სისტემა, ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა, ნებით თუ უნებლიეთ, ყველანი იქნებიან წარდგენილი უზენაესთა ნათელის წინაშე. ყოველ პირს, რომელიც ხელს უწყობდა ამ საკითხს და არ ეწინააღმდეგებოდა, რასაც ქრისტე გვეუბნება, რომ ორ მსახურს ერთად ვერ ემსახურებით, ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურებით და ვინც ემსახურებოდა ორ ბატონს ერთად. მათი სამართალის, კი არა და რა ქვია ამ სიტყვას? ანათემას იქნება ანათემას არის ჩემგან გადაცემული. იცოდეთ, რომ მე უზენაესთ წინაშე გაუში სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს საკითხი და სულ არ მაინტერესებს. თუ კი ადრე დამდობი ვიყავი, ეხლა აღარანაირი სურვილი არ მაქვს, რომ დავინდო ვინმე სული. ყველა სული განადგურდეს და გაქრეს ამ დედამიწიდან, ამ ველიდან, რომელ ველშიც ჩვენ ვართ, ყველა სულს მოუარონ უზენაესთა ბრძანებლებმა, უზენაესთა წარმომადგენლებმა, ყოვლად ურყვნელმა ნათელმა, რომელიც სწრაფლ შეისმენს ჩემს ვედრებას. დარწმუნებული იყავით მაგაში. დარწმუნებული იყავით. ჩემს მისიას აქ რისთვისაც ჩამოვედი, ბოლომდე მივიყვან. მე კი არა, უზენაესი ძალები და დარწმუნდით თქვენ მაგაში, რომ ხელს ვერ დამადებთ, თვით ხელის დადებითაც თუ მოინდომებთ ჩემს მოკლას, ვერ მომკლავთ. ეს ჩემი დამსახურება კი არა, თვით უზენაესთა წარმომადგენლების დამსახურება და გაიგეთ და შევიდეს თქვენ ბნელ ტვინებში, რომ ვერაფერს ვერ მიზავთ, სანამ მისიას ბოლომდე არ მიმაყვანინებენ, გესმით? მე არავინ არ ვარ მათ გარეშე და მათ წინაშე თქვენ არავინ არ ხართ. ერთი თითის დაჭერა უნდა და დაგასრისავენ ჭიანჭველასავით იქვე სადაც ხართ. შეეშვით საქართველოში ადამიანების წამვლას, შეეშვით ადამიანების დადებილებას, შეეშვით ადამიანებისგან ფულის გამომუშავებას, შეეშვით ადამიანების მონობას, შეეშვით. როგორც მაშინ ვთქვი და ისრაელს დედა ეხონება დღემდე, ისე ეხლა ვთქვი და ისე დაიწყება თქვენი დედის ხვნა. როგორც თქვენ ექცეოდით ადამიანებს,
ბოლო 100 წლის განმავლობაში თუ არა ბოლო 1000 წლეულის განმავლობაში ისე მოგეზღვათ ახლა და ამ წამს თითოეულ სისტემას, თითოეულ სულს უკვდავს თუ მოკვდავს ყოველ ადამიანს, რომელიც სისტემას ემსახურებოდით და რომელიც სისტემას მართავდით, ისე რომ ადამიანები გამოგეყენებინათ როგორც ხორცის საკეპი მანქანა, როგორც ფულის საჭრელი მანქანა და როგორც უსულო ადამიანები. კაცი ჭამიები, ყველანი შეიჭმებით დევებისგან იცოდეთ რა და არ გეგონოთ რომ მე ამ სიტყვას ტყუილად და ისე ვიყენებ. დევები, რომლებიც შემოვლენ და შეგჭამენ სრულიად სისტემებს, მათი ლუკმა გახდებით. არის თუ არა შანსი რომ მოინანიოთ ჯერ კიდევ? მე ვიტყვი რომ აღარც ერთი წამი არ არის შანსი, რომ თქვენ მოინანიოთ და აღარც ერთი წუთი არ არის იმის საშუალება, რომ თქვენ მოინანიოთ. ვინც გამოყენებული იყო დღემდე სისტემების მიერ, მათ ჯერ კიდევ შანსი აქვთ მოინანიონ. ვისაც თავზევით ძალა არ ქონდა და ფიქრობდა რომ თავზევით ძალა არ ქონდა და იყო სისტემის მიერ ჩაჭერილი. როგორც ფსიქიატრიულის კლიენტები, ფსიქიატრიულის საავადმყოფოდან გამოსული ხალხი, ისე ციხიდან გამოსული ხალხი, ისე მონაზღვენებად აღკვეცილი ხალხი, ისე სხვადასხვა სისტემებში ჩაჭერილი ხალხი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათ სხვა შანსი არ აქვთ და მხოლოდ უნდა ემსახურონ ამ სისტემას, რომ გადარჩნენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის დრო რომ მოინანიონ. სისტემებს, რომელიც ხალხს იყენებდნენ ამა თუ იმ საქმის განსახორციელებლად, რომ მომსახურებოდნენ ბოროტს, კანიბალებს თუ სხვა მსგავს სისტემებს, მათ არც ერთი წამი აღარ აქვთ შანსი. და თქვენ იხილავთ ძალიან მალე. ახლა და ამ წამს იწყებს ჩემი სიტყვები აღსრულებას. აღსრულდეს ამინ. ამინ ამენით იესო ქრისტე. ბრმა ძენი. სვანეთში მოგზაურობის დროს მე დავასკვენი ერთი რამ. სრულიად კაცობრიობა გინდ სვანეთში, გინდ სვანეთს მიღმა არის ზეგავლენის ქვეშ, მედიკამენტოზური თუ ჯადოქრული ზეგავლენის ქვეშ. ორივე მოქმედია. ორივე მოქმედება დასრულდება ახლა და ამ წამს. გამოფხიზლდება უამრავი ქართველი და მათ შორის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, რომლებიც ქართული ენით საუბრობენ. გამოფხიზლებას იწყებს სრულიად ქართველთა სისხლის წარმომადგენლობა და ქართველი სისხლის ნარევის წარმომადგენლობა. ახლა და ამ წამს გაცემულია ბრძანება. გამოფხიზლებულია თითოეული ქართველი სისხლის წარმომადგენელი და ქართული ნარევის სისხლის წარმომადგენელი, ისევე როგორც ქართულად მოსაუბრე ადამიანები. ღვთისშვილები თუ ადამიანები, რეპტილოიდები თუ ინსექტოიდები, ნებისმიერი სახის და რასის წარმომადგენელი გამოფხიზლებულია და ყველანი მოქმედებენ ნათლის მსახურები. ყველანი მოქმედებენ ყოვლად ურყვნელი სინათლის, ყოვლად ურყვნელი ნათელის საკეთილდღეოდ.
ეთაყვანებიან იესო ქრისტეს და არა ანტიქრისტეს. ეთაყვანებიან იესო ქრისტეს, რომელიც მოვიდა და რომელიც ჯვარს აცვეს და რომლის სისხლითაც განიწმინდა ყოველი მამაკაცი თუ დედაკაცი. არ არსებულ არს ამა დედამიწასა ზედა ცოდვა, რომელიც არ იკისრა იესო ქრისტემ. მაშა სადამე თავისუფალი ხართ ცოდვებისგან, გამოფხიზლდით. გათავისუფლდით მონაზღვენობისგან, გათავისუფლდით იმ აზრისგან, რომ თქვენ დამნაშავე ხართ ვინმეს ან რამეს წინაშე, უაზროთ, რაც არ ჩაგიდენიათ და გამოფხიზლით იმ აზრისგან, რომ ადამიანი ვერ განიღმრთობა. ყველანი ღმერთები ხართ, ამბობს ქრისტე. თუ შენ გამოფხიზლდი, ხარ ღმერთის რანგში აყვანილი და არანაირ ამპარტავნებად ეს არ ითვლება. ეს არის იესო ქრისტეს ანდერძი, რომელიც ჩვენს მიმართ არის დატოვებული, რომ ჩვენ ვართ ღმერთები და თითოეულ ჩვენს სიტყვას, ისევ როგორც თითოეულ ჩვენს ქმედებას აქვს ძალა და წონა, ისევე როგორც სიხშირე და ისევე როგორც არსებობის უფლება. თქვენ აღარ ხართ მონაზღვენები, ქრისტეს არ სჭირდება მონაზღვენები. ქრისტეს სჭირდება ხალხი, რომელიც გავს ქრისტეს, რომელიც ასრულებს ქრისტეს საქმეებს და რომელიც ლაპარაკობს ისე, როგორც ქრისტე საუბრობდა, რომელიც იქცევა ისე, როგორც ქრისტე იქცეოდა, რომელიც იცვავს ისე, როგორც ქრისტე იქცეოდა, რომელიც ჭამს ისე, როგორც ქრისტე იქცეოდა, რომელიც არ მუშაობს ისე, როგორც ქრისტე არ მუშაობდა, რომელიც ქადაგებს ისე, როგორც ქრისტე ქადაგებდა. არავინ არ გითხრათ, ამ დედამიწასა ზედა არც მღვდელმა, არც სასულიერო პირმა, არც ვინმე წინამძღვარმა მართლმადიდებელმა თუ კათოლიკმა თუ ვინმე ევანგელისტმა, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ქრისტეს სიტყვებით ილაპარაკოთ. თქვენ გაქვთ უფლება, რომ ქრისტეს სიტყვებით ილაპარაკოთ, იცხოვროს ქრისტეს მსგავსად და აკეთოთ ქრისტეს საქმეები, თუნდაც იყოს ეს ტაძარში შესვლა და დახლების გადმოყრა. რამე თუ იქ მიმდინარეობს ვაჭრობა. თუნდაც იყოს ეს ის ფარისევლები, რომლებიც ადამიანებისგან მოითხოვენ უფრო მეტს და თვითონ არ ასრულებენ არც ერთ სიტყვას. როგორც ქრისტე ამხელს მათ სახარებაში. თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავის უფალნი. თავის უფალნი. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ მოგითითოთ, ეს არ გააკეთო, ან ის გააკეთო, გარდა ქრისტესი. და ქრისტემ გითხრა, მხოლოდ ორი მცნება გევალება. გიყვარდეს უფალი შენი, ვითარცა თავი შენი, ანუ გიყვარდეს თავი შენი და შემდეგ შეიყვარებ უფალს, და ნუ გაუკეთებ მოყვას იმას, რასაც არ უსურვებ შენ თავს. რასაც არ გაუკეთებდი შენ თავს. მაშასა და მე ისევ და ისევ მივდივართ თავის სიყვარულთან, რომელიც პირველ რიგში გვაქვს სასწავლი, რომ შემდეგ შევიყვაროთ ან უფალი და შევძლოთ უფლის შეყვარება, ან კიდე მოყვასი. თუ ვერ შეიყვარებ შენ თავს, ვერ შეიყვარებ ვერც ღმერთს და ვერც მოყვას და არავინ მოატყუო, რომ შენ თუ შენი თავი არ გიყვარს და პატივს არ სცემ შენ თავს, ვინმე სხვას სცემ პატივს, ან გიყვარს უფალი. შენ თუ 24 საათი კვირაში, დღეში 24 საათი, კვირაში 60 რამდენი საათი არ ვიცი, კვირაში კი არა და 24 საათი 7-ზე მუშავ ფულისთვის, არ მითხრა, რომ შენ გიყვარს შენი თავი, ან გიყვარს უფალი, ან გიყვარს მოყვასი შენი, ან შვილი შენი, ან მამა შენი, ან დედა შენი, რომლისთვისაც მუშაობ.
თუ 24 საათი შენი თავისთვის დრო არ გაქვს, რომ ამოისუნთქო, შენ არც შენი თავი გიყვარს, არც ვინმე სხვა ვისაც ამბობ და იმართლებ თავს, რომ ფულის გამომუშავებას იმიტომ აკეთებ, რომ იმას მიხედო და იმას ვიხედო. მიხედე შენ თავს. ამას გეუბნებათ ქრისტე. მე ვიმეორებ მის სიტყვებს. თუ შენ ამას არ გააკეთებ, დაწყებულია საშინელი სამსჯავრო. სანამ შენამდე მოვა ეს საშინელი სამსჯავროს განკითხვა, მანამდე მოუარე თავს. ეზიარე ქრისტეს სიტყვას და არა მის სისხლსა და ხორცს. მოინათლე ცეცხლით და გადმოვიდეს მისი სიყვარულის ცეცხლი შენს გულში და არა სადღაც იერუსალიმის რომელიღაცა კუკუტაძარში. ცრუ ფარისეველი და ფლიდი მოდგმა განადგურდეს. წერტილი დაესვას ტყუილსა და გამომყენებლობითობას. ამინ ამენით იესო ქრისტე.